სოფლის მეურნეობის სექტორში მოსავლის ასაღები ტექნიკის დეფიციტია. სოფლის განვითარების სააგენტო ამ მიმართულებით თანადაფინანსების პროგრამის ფარგლებში წლიდან წლამდე სოლიდურ თანხას ხარჯავს, თუმცა პრობლემის ძირითადი ბენეფიციარები შედარებით მსხვილი კომპანიები არიან. მცირე და საშუალო ფერმერებისთვის კი აგროვადების დაცვით მოსავლის აღება ტექნიკის დეფიციტის გამო ყოველ წელს პრობლემაა. ფერმერები ამბობენ, რომ სახელმწიფო მხოლოდ ახალი ტექნიკის შეძენის შემთხვევაში გასცემს თანადაფინანსებას, თუმცა ახალი აგრეგატი მაინც ძალიან ძვირია და ზოგიერთის ღირებულება მილიონსაც კი აღწევს. ამიტომ მათი სურვილი და მოთხოვნა სახელმწიფო თანადაფინანსება მეორად ტექნიკაზეც გავრცელდეს. იქიდან გამომდინარე, რომ ძირითადად ფინანსდება ახალი ტექნიკა, ხო, იგივე ძალიან კარგი მეორადი ევროპული ტექნიკა, ძალიან კარგი მეორადი იგივე თუნდაც იაპონური ტექნიკა, რომელიც შედარებით უფრო მცირე მასშტაბის ფერმერებისთვის არის ძალიან კარგი ტექნიკა, სამწუხაროდ ვერ ხვდება მსგავსი დაფინანსების პროგრამებში. სამწუხაროა, რომ იგივე აგროთანადაფინანსების ახალ პროგრამაშიც არ შედის მეორადი ტექნიკა და ჩვენ ამ საკითხს ყოველჯერზე ვაყენებთ ყველა შესაძლებლობის გამოყენებით, რომ მნიშვნელოვანია ამ კუთხითაც გადაიდგას ნაბიჯი. მექანიზაციის პრობლემა განსაკუთრებით აქტუალურია მარცვლეულის წარმოებაში. იმის გამო, რომ ტექნიკის ხელმისაწვდომობა შეზღუდულია, ფერმერისთვის აგროვადების დაცვით მოსავლის აღება თითქმის ყოველ წელს პრობლემაა. როგორც მარცვლეულის მწარმოებელთა ასოციაციის ხელმძღვანელი განმარტავს, ძვირად ღირებული ტექნიკის შეძენა სახელმწიფო თანადაფინანსების პირობებშიც ფერმერისთვის ძვირი სიამოვნება. ამიტომ მნიშვნელოვანია პროგრამა გაფართოვდეს და სახელმწიფო ფერმერს მეორადი ტექნიკის შეძენაშიც დაეხმაროს. ჩვენაც მოითხოვეთ ეს იყო სილოს სამღერო კომბაინი, რომელიც უფრო მერძეული მიმართულებით და მეცხოველეობის მიმართულებით არის საჭირო, საკმაოდ ძვირი სიამოვნებაა და ზოგიერთ შემთხვევაში 2 მილიონ ლარამდეც ადის. ამიტომ ვფიქრობ ჩვენ, რომ ამ შემთხვევაში, როდესაც ესეთ ძვირ ტექნიკასთან გვაქვს საქმე, მეორადი ტექნიკა რაღაც განსაზღვრული წლების ტექნიკას შეძენაც უნდა იყოს ხელშეწყობილი, იმპორტირებულს გულისხმობ ქვეყანაში ვთქვათ, რამდენიმე ათეული ტექნიკა, მაგალითად, სილოს სამღერო კომბაინი საჭირო და 1/1000 არ გვაქვს ქვეყანაში. კარტოფილის მოსავლის ამღები ტექნიკა, რომელიც შეიძლება რომ გამოიყენოს საშუალო დონის ფერმერებმა თავის ფართობებზე მოდგებული მინიმალური ღირებულება, ახალ ტექნიკაზე არის 200,000 ევროდან ზემოთ. რა თქმა უნდა, ევროპული. და თქვენ წარმოვიდგინეთ 200,000 როცა ღირს ტექნიკა ამას საშუალო დონის ფერმერები დღეს მდგომარეობით საქართველოში თავისი შემოსავლებიდან გამომდინარე ვერანაირად ვერ შეძლებს რომ იყიდოს თუნდაც იმ სახელმწიფო თანადაფინანსების პროექტი რო იყოს თუნდაც გათვალისწინებული მეორად ტექნიკაზე და ამაზე ხდებოდეს დაფინანსება და თუნდაც იმ იაფი აგროსესხით სარგებლობა, ხო? ეს ბევრი ფერმერისთვის იქნებოდა შეღავათი. სოფლის მეურნეობის მინისტრის ყოფილი მოადგილე გოჩეთ სოფურაშვილი მიიჩნევს, რომ დარგის მთავარი გამოწვევა არა მხოლოდ ფინანსები, არამედ არასწორი დაგეგმარებაა. სახელმწიფო მილიონებს ხარჯავს, თუმცა არ აკეთებს ანალიზს, სად რა რაოდენობის ტექნიკა გვჭირდება. მისივე თქმით, აქტუალურია პროგრამასთან დაკავშირებული კორუფციული რისკებიც. როგორც ცნობილი გახდა, სოფლის განვითარების სააგენტოს მოქმედმა მაღალჩინოსნებმა აღნიშნული პროგრამის ფარგლებში 9 მილიონ ლარზე მეტი მიითვისეს. გამოძიებით დადგინდა, რომ 2021-24 წლებში მათ გრანტების მისაღებად სხვადასხვა ბენეფიციარის სახელით არაერთხელ მიმართეს სააგენტოს და ყალბი დოკუმენტების საფუძველზე სასოფლო სამეურნეო ტექნიკის შესაძენად გამოყოფილი 826,815 ლარი მიითვისეს. ზოგადად რატოა ამ დარგში კორუფცია და ასე შემდეგ, ამას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა, იმიტომ რომ ფერმერებისთვის ხელმიუწვდომელია, ვიღაცისთვის პრობლემაა, ვიღაცა ელოდება და რაღაცა უკეთესი პროგრამა იყოს, მაგრამ გარკვეული ჯგუფები ძალიან მოხერხებულად სარგებლობენ ამ სულ ყველაფრით. დღევანდელ სამინისტროსაც ალბათ მეტი ყურადღება მართებს, მეტი ინფორმაციული უზრუნველყოფა, მეტი დაგეგმა, მეტი პროგნოზირება, მეტი მუშაობა ხალხთან. იძახიან რომ ხალხთან მუშაობთ, მაგრამ არაფერი არ ემჩნევა აქ. ხალხთან, ფერმერებთან, ან სისტემასთან, ან სტრუქტურის დალაგებასთან მუშაობას. უნდა გაჩნდეს ახალი შესაძლებლობები, ამ ახალ შესაძლებლობებში მე ვფიქრობ, საფრანგეთშია, ვთქვათ, იტალიაშიც არის მიღებული ფორმა, სადაც კოოპერაცია, ორგანიზაციები, რაღაცა წილობრივ მონაწილეობას იღებენ ამ ტექნიკაზე, მერე გარკვეულ ფართობებზე ერთობლივად გეგმავენ, როდის ვის როგორ დაჭირდება, კი ძალიან დიდი ქვეყნებშიც არ არის ეს ფუფუნება, რომ ყველამ კომბაინი დაიყენოს.
ფერმერისთვის მოსავლის ასაღები ტექნიკის პრობლემა აქტუალურია მიუხედავად იმისა, რომ ბოლო 6 წელიწადში სოფლის განვითარების სააგენტომ თანადაფინანსების პროგრამის ფარგლებში 42 მილიონ ლარზე მეტი დახარჯა. სააგენტოს მონაცემებიდან ირკვევა, რომ 2019-25 წლებში პროგრამით 588 ბენეფიციარმა ისარგებლა. მათგან ყველაზე მეტი იურიდიული პირია, რომელთაც სახელმწიფოსგან თანადაფინანსების ჯამური ბიუჯეტის თითქმის ნახევარი მიიღეს. პროგრამა წელსაც უცვლელად გრძელდება, რისთვისაც ბიუჯეტში 5,8 მილიონი ლარია გათვალისწინებული. სოფლის განვითარების სააგენტოში გვიდასტურებენ, რომ პროგრამა აგროთანადაფინანსების ახალი მოდელის პირობებშიც უცვლელად გრძელდება და სააგენტო ერთ ბენეფიციარს მოსავლის ასაღებად განკუთვნილი სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის ღირებულების არა უმეტეს 30%-ს, არა უმეტეს 150,000 ლარით დაუფინანსებს.